თველი ახლოვდება, თუმცა მევენახეებს შორის განწყობები არაერთგვაროვანია. ფერმერები მთავარ გამოწვევად კვლავ ყურძნის დაბალ ღირებულებას, ქარხნებში არსებულ გაუმჭვირვალე სისტემას და უამინდობით გამოწვეულ დაბალ შაქრიანობას ასახელებენ. მევენახეების ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული ფასები მათ შრომას ვერ აანაზღაურებს, რადგან ის წამლობისა და მუშახელის გაძვირებული ხარჯების ფონზე მინიმალურ მოგებასაც კი არ ტოვებს. არამომგებიანი ფასების გამო ზოგიერთმა მევენახემ ვენახების ნაცვლად კაკლის, მაყვლის ან ბლის გაშენებაზე ფიქრი დაიწყო. დაიწყო სხვადასხვა რაღაცების გაკეთება, ზოგმა კაკალი ჩაყარა, ზოგმა რა ვიცი მაყვალი, ზოგმა ბალი და სხვადასხვა ხერხლები მოყავთ. და ალბათ უფრო გამოზით მათ ხერხლებში ვიდრე ყურძენში. იმიტომ რომ ვერბალი 7 ლარი ის ხომ მემონი და ყურძენი 90 თეთრი და მე თბილისში მაღაზიაში ავდივარ, ჩვენი ქართელი რის 5-6 ლარი და ჩვენ ვაბარებ 90 თეთრი და ამბები შემეჭირდება და ფასი არაფერი არ არის რა, არაფერი არ გამოდის. მე მგონი ყველაფერი გაძვირდა. ჯერ მარტო წამობა გლეხი იმდენი უჯდება, რომ არაფერი აღარ გამოსდის. ერთადერთი მე მგონი ქათარის შეცვალებულა ყურძენი არ არის მისაღები, აი მაგალითად რა ვიცი მე ბევრი ვენახები არ აქვს ეგ გამდე მაქვს, მაგრამ რაც მიჯდება მე ახლა მამის მოყვანა, რა ვიცი აი მიზედური თანხა დარჩება რა. აი კაპიკები რა რასაც იტყვიან. აი ჩემს შრომას არ ვთვლი რა. მინიმალური თანხა უნდა იყოს დანახევარი ლარი და 70, საფერავი 2 ლარი. თუ რაღაც დარჩეს რა, სტიმული ქონდეს. ფასთან ერთად მევენახეები უკმაყოფილებას ქარხნებში შაქრიანობის გაზომვის წესის გამოც გამოთქვამენ. მათი თქმით, გასულ რთველში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ქარხანაში ხელოვნურად აკლებდნენ შაქრიანობის მაჩვენებელს, რაც ავტომატურად ამცირებდა ჩასაბარებელ ფასებს. გამიგია რომ ეგ პრობლემები არის რა, აი რომ გაგვიზომია და იყო დაუშვათ 20-22 გრადუსი ხო? ქარხანაში შევმივთ არის 18-19 გრადუსი და რა თქმა უნდა ფასიც ამიტომ ხედავთ დაბალია. ამიდები ისეთია ახლა მაგალითად სიტყვა იყო ერთხელ უკვე ჩემ ენახში, თუმ არაფერი დაზმული მქონდა, მაგრამ ახლა ბოლო ჯამში შეეწყო რა და ჩვენები არის და რა ვიცი სიტყვას მოიდებს ეკვები აღარ გავიცი. ლადო დათ მომიწევს სავარაუდოდ თუ სიტყვა მოვიდა. მიუხედავად მევენახეების უკმაყოფილების აღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ყურძნის ჩაბარება მთავრობის სოციალური პასუხისმგებლობაა. შაქრიანობის მიხედვით ფასის განსაზღვრა კი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წინაპირობა. მთავრობის დადგენილებით წელს საფერავის ჩასაბარებელი ფასი შაქრიანობის მიხედვით 30 თეთრი, 90 თეთრი და 1 ლარი და 50 თეთრი იქნება. რქაწითელისა და კახური მწვანე შემთხვევაში კი 30 თეთრი, 80 თეთრი და 1 ლარი და 30 თეთრი. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ტელეკომპანია მაესტროსთან აცხადებს, მოლოდინია რომ კერძო სექტორი მევენახეებს უფრო მეტად შესთავაზებს. ის ფასი, რასაც სახელმწიფო ამბობს, იმ შესაბამის კატეგორიაში არის მინიმალური. ანუ რის თქმა მინდა, თქვათ, სახელმწიფოს აქვს დადგენილი ესეთი ფასები თავისთვის, ანუ რა პირობებითაც ის ჩაიბარებს ყურძენს. კერძოდ, საფერავის შემთხვევაში ყველაზე მაქსიმალური ფასი არის ლარნახევარი, მოვლიდან გამომდინარე, თქვათ, ყურძნის ტიპიდან თქვათ მიკროზონიდან და ასე შემდეგ გამომდინარე, რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ კერძო სექტორი ლარნახევარზე მეც გადაიხდის აუცილებლად. მეღვინეების ნაწილი სახელმწიფოს მიერ დადგენილ სუბსიდირების ახალ მოდელს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ წელს ბაზარზე ფასისა და ხარისხის მკაფიო დიფერენცირება მოხდება, რაც საბოლოოდ ქართული ღვინის ხარისხზე დადებითად აისახება. ამასთან მიუხედავად ცალკეულ რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენებისა, მათი შეფასებით ქვეყანაში ვენახებისა და ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმალურ კონდიციაშია. თუ სწორად არის ჩატარებული მწვანე ოპერაციები, არ არის ვენახები და ვაზი დატვირთული, სავსებით შესაძლებელია, რომ 1 ჰექტარზე 8-10 ტონის ფარგლებში მოსავლის მიღების შემთხვევაში იყოს იმ კონდიციის, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო აწესებს როგორც უმაღლეს კატეგორიას, რაც ნიშნავს 21-22% შაქრიანობის მაჩვენებელს და ზემოთ. გაცილებით უფრო უკეთესი სქემაა, ვიდრე წინა წლებში იყო, როდესაც ნებისმიერი ხარისხის ყურძენი ერთნაირი საფასო სეგმენტში გადიოდა. ეს პრაქტიკულად მოახდენს იმ ასე ვთქვათ მევენახეების დაფასებას, რომლებიც უვლიან თავიანთ ვენახს და ხარისხიანი პროდუქტი მოყავთ. და იქნება მკაფიო სხვაობა ძალიან დატვირთულ და ნაკლებად დატვირთულ ვენახებს შორის. მეღვინეების ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ფასწარმოქმნაში არ უნდა ჩაერიოს და რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები ყურძნის რეალური ღირებულება ბევრად დაბალი იქნებოდა. მათი შეფასებით დღეს ბაზარზე საჭიროზე 2-ჯერ მეტი ყურძენია, რაც სწორედ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარგი სუბსიდირებით და ყურძნის წარმოების ახალისებითაა გამოწვეული. 2-ჯერ მეტი ვენახები რო გვაქვს, ვიდრე საჭიროა დღეს საქართველოში ყურძენი, ამაზე ხო ვინმე უნდა დაფიქრდეს. და როგორ იქნება ეგ ხელს უშლის კეთილსინდისკერ მეწარმესაც, იმიტომ რომ არა სპეციალური კონკურენცია. მათ შორის სახელმწიფო ყიდულობს ყურძენს
ამუშავებს ამას, გადაამუშავებს კი მესმის რომ ღვინო შეიძლება არ ყიდის პირდაპირ, თუმცა ღვინის აუქციონზე გამოტანის ფაქტებიც არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ყიდის სპირტს, მაგრამ სპირტიც უნდა ითქვას, რომ სპირტი ჩვეულებრივი ბიზნესია, ძალიან ბევრი მეწარმე ამ ბიზნესშიც არის, რომ ყურძნის სპირტს, საბრენდე სპირტს ამუშავებს და ყიდის. მაგრამ როგორ გაკეთდეს ესეთნაირად, რომ აი ამ ბიზნესებში სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს. მეღვინე ნუგზარ ქსოვრელი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რთველისა და ყურძნის სუბსიდირების არსებული პრაქტიკა ანტიკონსტიტუციურიცაა. ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ ცალკეული რეგიონების მევენახეების დაფინანსება დისკრიმინაციულია და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპსაც არღვევს. ესე იგი ავიღოთ, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი თემები, რომელიც ერთ რეგიონს ეძლევა უპირატესობა მეორე რეგიონის მიმართ. ეს თავში მოიცავს ანტიკონსტიტუციურობას. საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი არ ხდებოდა, გეგმიური ეკონომიკა, მეტი კი არაფრით განსხვავდება საბაზრო ეკონომიკისგან. იმიტომ რომ გეგმიურ ეკონომიკაშია მინიმალური ფასის დადგენა, რასაც ადგენს ახლა სახელმწიფო. კი იძახიან რომ არ ვადგენთ, თქვენ თუ გინდათ იაფად იყიდეთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო იბარებს ყურძენს რაღაცა ფასად, იმაზე ქვემოთ ვერ წამოხვდა. ამის მიუხედავად სახელმწიფო ყურძნის ჩაბარებას მომავალ წლებშიც გეკმავს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალ წლებშიც სახელმწიფო ყურძენს სამეტაპიანი სქემით შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთავრობას თითქმის 156 მილიონი კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რითაც ბიუჯეტიდან 251 მილიონი ლარი დაიხარჯა. რთველი 2026-ის სუბსიდირების ბიუჯეტი კი ჯერჯერობით უცნობია.